როცა ადამიანი ცდილობს, რომ ისიქასტური პრაქტიკა გქონდეს, რას ნიშნავს ეს? ჩვენ ხო ვერ წავალთ ეხლა განდეგილებად ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ყოველას ჩვენი ვალდებულებები, მოვალეობები გვაქვს. ნიჭიერებას ჭირდება, არა განდეგილობას, უბრალოდ მონაზნობასაც ნიჭი ჭირდება, აღარ ვლაპარაკობ განდეგილობას. მაგრამ როცა ჩვენ ვიბრძვით ყოველი სიტყვის მოსაპოვნებლად, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არაფერი არ ჩადგეს, ეს უკვე ისიქასტური პრაქტიკის რაღაცა ელემენტებია, რომ არ დაუშვათ უცხო აზრი, რომელიც გაიტაცებს ჩემ გონებას, რომელსაც ჩემი გონება გაყვება და ქრისტეს უღალატებს. აი ეს ბრძოლა უკვე ისიქასტური პრაქტიკაა. და ჩვენ ამ ბრძოლას ყოველთვის ვეწევით, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, თუსაც წირვაზე ვდგავართ, როდესაც ჩვენთვის ლოცულობთ იესოს ლოცვის დროს და ასე შემდეგ. ისიქასტური პრაქტიკა, რასაც ქვია, ის პირველივე დღიდან რაც ქრისტე მოვიდა, იმ დღიდან არსებობს ეკლესიაში. როცა ქრისტემ თქვა, რომ ვინც მე შემიყვარებს, მას მამაც შეიყვარებს და მე და მამა და შემდგომ სულიწმინდა ღმერთი მოვალ და დამკვიდრდებით ამ ადამიანში. როდესაც ამას თავისებურად კიდევ სახელდებს, განმარტავს პავლე მოციქული და ამბობს, რომ საიდუმლოება, რომელიც უნდა განგიცხადოთ, რომელიც ღვთის განკაცების მერე ახსრლდა, ეს არის ქრისტე თქვენში და არ იგივე ჩვენში ქრისტე. ეს ყველაფერი როცა ქრისტე ამბობს, რომ მე ვარ ძირი და ვაზის ძირი და თქვენ რტოები ხართ და თქვენ ნაყოფს გამოიღებთ თუ ჩემზე იქნებით დამკნობილი, ეს ყველაფერი, ანუ ერთიანობა ადამიანისა და ღმერთისა, ეს ყველაფერია და კიდევ ვარ ჩემი სახელით ითხოვეთ და ყველაფერი ვყო და აღვასრულო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის საფუძველი ისიქასტური პრაქტიკისა, რომელიც სულ ყოველთვის არსებობდა და არსებობს ქრისტეს ეკლესიაში.